ტრაგედია მოხდა იტალიაში ბოლო მონაცემებით ბარის პროვინციასთან მატარებლების შეჯახების შედეგად 20 ადამიანია დაღუპული არიან დაშავებულები. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერ დაუდგენელია, მიმდინარეობს გამოძიება. ერთმანეთის მიმართულებით მოძრავი ორი სამგზავრო მატარებელი იტალიის სამხრეთით ბარის პროვინციასთან შეეჯახა ერთმანეთს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 20 ადამიანი, 35 დაშავებულია, მათ შორის 18-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დაზარალებულებს შორის არიან ბავშვებიც. ტრაგედიის ადგილიდან დაშავებულების ავადმყოფოებში თვითმფრინავებით გადაიყვანეს. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მატარებლის პირველი ვაგონები განადგურებულია. ჯერჯერობით უცნობია კატასტროფის მიზეზი, ერთი ვერსიით საუბარია ადამიანურ ფაქტორზე. მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მინდა ღრმა მწუხარება გამოხატო მომხდარის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და მოუწოდებს სპეციალურ სამსახურებს ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირები გამოავლინონ. კატასტროფის ადგილას სამზებრო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამართალდამცველებიც.